რა არის განათლების სისტემის მთავარი პრობლემა საქართველოში? რთული კითხვა, მაგრამ ვეცდები მარტივად უპასუხო. ჩვენ არ გვქონია წლების განმავლობაში დამოუკიდებელი სახელმწიფო და შესაბამისად არ გვქონია განათლების პოლიტიკა, რაც ერთგვარი პრობლემა არის ამ სფეროში. თუმცა ესე თვალის ერთი გადავლებით საგრძნობია ეს, რომ ქართულ სკოლებში არ ხდება აზროვნება და უფრო მოსწონთა ჩვენი განათლების ასე ვთქვათ მესვეურებს, რომ ბავშვებმა ნაკლები აზროვნონ და უფრო მეტი რაც დაიზუთხონ. და ასეთი მიდგომითა და ასეთი სულისკვეთებით ალბათ გაჭირდება სამოქალაქო საზოგადოების შექმნა, რომელსაც შეეძლება კრიტიკულად უყუროს როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ საკითხებს, იფიქროს უახლეს ისტორიაზე, მის პრობლემურობაზე და ასე შემდეგ. ერთ ფაქტს გავიხსენებ, რომ საქართველოს სკოლებში არ ხდება თანამედროვე საქართველოს ისტორიის სწავლება. ჩვენ ისე ვამთავრებთ სკოლას, რომ არაფერი არ არის აფხაზეთის ომზე. და ეს ალბათ დიდი პრობლემაა, მით უფრო მაშინ, როცა ასეთ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და ასეთ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში.